მოგესალმებით KU-ის მორიგ ვიდეოში. დღეს მოვედით ჰოლიდეინში. ჩვენი კონტენტი არის საქართველოს ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებების შეფასება და ხვალ მოგეხსენებათ მივდივართ IFC Global-ზე, სადაც იუთუბერი ლაშა მესხი იგივე დინამიტი ბრძოლობს და წავიდეთ ხა ავიღოთ აკრედიტაცია. კაროჩი ხალხო, ამოვედით, მაგრამ უნი ამოვედით. თეგეტას ოპერატიულზე და მოკლედ მეგობრებო, შემოვედი დარბაზში. ცოტა ხანში დაიწყება ეხა პრეს-კონფერენცია. გითხრეს რომ ნებისმიერი კითხვის დასმა შეგვიძლია. ხო ეგრეა. მოგვიდა დააგროვოთ. ლაშა მესხი, დინამიტი, რომელიც კიდევ ერთხელ გააფეთქეს 4 აპრილს უკვე IFC Global-ის ივენტზე. რიგში გილოცავ წარმატებით დაწყებას შენი MMA კარიერის. პირველი სადებიუტო სასწაული იყო, მეორე სარწმუნებული ვარ, რომ სასწაული იქნება და შენთვის თუ არსებობს ვინმე ისეთი მოწინააღმდეგე, ვინც გაგიხსნიდა ესე ვთქვათ დიდ ორგანიზაციისთვის გზას და დიდი სიამოვნებით ესე ვთქვათ დალეწავდი ოქტაგონში. ესე არაფერს არ ვგეგმავ, ესე არავიზი არ ვფიქრობ, მართალი რო გითხრა. ნელ-ნელა მივყვები ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად, მთელი ცხოვრება სპორტში ვარ და ვიცი რა არის გასაკეთებელი და არ შეიძლება სიჩქარე ყოველთვის დამოუკველია. ჯერ ამ ორგანიზაციაში ამოვწურავ თავს და შემდგომ უკვე კარგ ორგანიზაციაში მიხილავთ აუცილებლად. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდ. და მოვიდა ბრძოლის დღეც Fight Night-ი და შემოვედით IFC-ის ოქტაგონზე უკვე ჩვენ პირდაპირ შანს ვატა ჩვენი ოქტაგონი. ძალიან შვენიერ ადგილზე განვათავსა IFC-ის ორგანიზაცია, მადლობა მათ აკრედიტაციისა და ამ ადგილებისთვის. მაგრამ ერთი მაინც სუდზე მოდი მე ვისაუბროთ. ხო, ანუ რაღაცეები, ბევრი რაღაც არის დადებითი მხარე, რაღაცეები არის უარყოფითი მხარე. ბევრი არა, მაგრამ რაღაც უარყოფითი მხარეები არის, რასაც საბოლოო შეფასებას როცა გავაკეთებთ, იქ ვიტყვით. დანარჩენი რავი დაველოდოთ, ძალიან მაგარი ქარდია და წესით კაი ივენთი უნდა გამოვიდეს. იმედია ბრძოლები ძალიან სანახაობრივი და კარგი იქნება რა. გარემოს რაც შეეხება, გარემო მართლა მაგარია. ადგილი მაგარი, გარემო მაგარი. რავი, ჯერჯერობით ყველაფერი კაია და კარგი და ნახოთ რავი რა. ნახოთ ახლა როგორი გამოვა ივენთი. წესით საინტერესო ფაითები იქნება პრეს-კონფერენციებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იქ დაძაბულობა იყო. დაგემშვიდობებით ახლა და როგორც კი გაიხსნება ესე ვთქვათ კარდი, დაგიბრუნდებით. ქართველი UFC-ში ლევან მაყაშვილი აკვირდა რომ დააძინებდა მის მეტოქეს, ნახოთ შეასრულებს თუ არა. დავხედავ დინამიტს მისი გურული ყაბალახით. გამოდის ქართველი ტოპ იუთუბერი და უკვე ტოპ მებრძოლი. ფინიში გვაჩვქე რა. 15 წამში ფინიში. მე მგონი ისევ ხდება საბმიშენი კიდე ერთი. ოპ ბაგიჩოვიც შალიჩობს რა შალიჩობს. აი. გადავიდა ფინალში. კიდევ ერთი სამნიშენი ქართული. ორი პირველი რაუნდის ბოლო ორ ბრძოლაში ორი პირველი რაუნდის საბმიშენი. ძალიან მაგარ მებრძოლა ჩამოყალიბდა ლაშა და წარმატებები მას.
მოკლედ მეგობრებო, რავი, სიტყვები არ ყოფნის მართლა რა. ივენთი მიმდინარეობს სასწაულად. ივენთი არის. იმიტომ რომ საბმიშენი. მეორე რაუნდი ჯერ არ ყოფილა. მეორე რაუნდი. ვაფშე არ ყოფს, საერთოდ არ ყოფს. მოკლედ, ეხა იწყება დაახლოებით 10 წუთში main card-ი და აქამდე პრელიმები რაც იყო, წარმოიდგინეთ მეორე რაუნდი პრელიმში არ ყოფილა. სულ ყველა ბრძოლა დამთავრდა პირველი რაუნდის submission. ეხლა მე და არჩილი ცოტა სავიხებთ უბიც და თბილით და უკვე ბრძოლებიდან დაგიბრუნდებით. და პირველი მებრძოლი, რომელიც იბრძოლებს main card-ზე პალავანი, main card-ს გახსნის ბექა ღვინიაშვილი, ქართული სპორტის ლეგენდა, ძიუდოს ცოცხალი ლეგენდა. დაგველოდეთ და დაგიბრუნდებით. რა ისიც მეგობრებო! ქართული სპორტის ლეგენდა ოქტაგონზე ძალიან ბევრჯერ გვინახავს ბექა სპორტის სასახლეში, მაგრამ ეხლა სულ სხვა ამპლუაში. საერთოდ კარიერის მანძილზე ყოველთვის უყვარდა ზევიდან ჭიდაობა და ვნახოთ აბა ბეკას ძიუდო შეუპასებელია, ალბათ დღეს ვიც არ უნდა მოვიდეს აქ და ის კონკურენტი არ ყავს. აი ისეთი ვოკაუტ სონგია რომ შეიძლება სისხლიც გაგეყინოს. ძიუდოს რონალდინიო იყო შეჩერებული. გაგუწაბარა! კიდევ ერთი გამარჯვება საქართველოს submission-ი. სასაული აი სხვას რავი რას უნდა მოელოდო, როცა ბეკა ღვინიაშვილი MMA-ის ოქტაგონზე გამოდის ბოქსიორთან, რავი. სხვა სცენარს ელოდი ვატო საერთოდ? არა, რა ბეკასგან მიჩვეულები ვართ ესეთი გდებები ზოგადად. ლეგენდა არის, უბრალოდ ძალიან დიდი არის. ბრავო ბეკას. ეგრევე ძიუდოს ტერმინი რომ ნევაზაში ჩუხანა ჩვენი მოლდოველი მოწინააღმდეგე. აბა რა, ბრავო, ბრავო. ბრავო ბეკას ულოცავთ მეორე პროფესიონალურ გამარჯვებას და იმედია მესამეც მალე დაეწევა ერთი TKO პანჩებით და ერთი submission სასწაული შედეგი. და IFC-ის დღევანდელი ივენთის უკვე მე რამდენი submission-ი აღარც ვიცით, ვეღარ ვთვლით. მე-6. მეორე რაუნდი ამ ივენთზე არც გვინახავს, მე მგონი, ბრწყინვალე სანახაობა, ბრწყინვალე ფინიშები იყო. არ ვიცი, ყოჩაღ რა, matchmaker-ებს ყოჩაღ არ ვიცი. მოკლედ მეგობრებო, იწყება main event-ი და 23. ეხლა ჭუბობს ლევან მაყაშვილი, რომელმაც პირველი ადამიანი იყო საქართველოსდან, ვინც UFC-ში საქართველოს დროშა აფრიალა. Payne-ის theme song-ზე გამოდის მისი ბრაზილიელი მეტოქე ნარუტო და ესეთი რაღაც ძალიან იშვიათი არის, მე არც ვიცი აქამდე ანიმე song-ზე თუ ვინმე გამოვიდო და მე ვწონდი.
ლევან მაყაშვილი პირველი როგორც ვახსენეთ პირველი ქართველი მებრძოლი იყო UFC-ში თუ არ ვწები split decision-ით მოიგო პირველი ბრძოლა და ასე ვთქვათ კარი გახსნა იმისთვის რომ სხვა ქართველ მებრძოლებსაც ეჭხუბათ ამ ორგანიზაციაში ძალიან წარმატებული კარიერა აქვს სხვათა შორის და ლევანმა გააღო ის კარები UFC-ში რასაც დღეს სხვა შორის ბევრი მებრძოლი უკვე სარგებლობს მაგით კი ბატონო და ისეთი გამოცდილება აქვს შეიძლება იწყვას ლევანს რომ რავი ამ ივენტზე ყოველ შემთხვევაში არავინ არ მეგულება MMA-დან კონკრეტულად მაგხელა გამოცდილებით და ჰელიო ლიალზემის ბრაზილიელ მოწინააღმდეგეზე შეგვიძლია ერთადერთი ვთქვათ რომ სიმღერის არჩევა ცოდნია ნახოთ მოკლედ გულშემატკივრობს ლევანს იმედია ეს კამარი დარჩება საქართველოში ბრავო ლევანს ბრწყინვალე გამარჯვება ისევ საბმიშენი და მიულოცოთ გამარჯვება ბრწყინვალე ბრძოლა ჩაატარა მარტივად საბმიშენი დაამარცხა სად შემეძლით გაჩერებად შეეძლო მაგამდე დაახლოებით 30 წამით ადრე ტექნიკური ნოკაუტის ვარიანტი თუმცა დახჭობასაც არ ვუჩივით ბოლო ის ბრაზილიელ მოწინააღმდეგეს კიდევ ძალიან დიდი ჰემატომა ქონა წარბის ზემოთ მორჩა დღევანდელი ივენტი საბოლოო ჯამში საკმაოდ მაგარი ივენტი გამოვიდა მეორე კამარიც რო საქართველოში დარჩენილი ყო საერთოდ მაგარი იქნებოდა მაინც ძალიან გული მწყდება და ყველა ბატონო მაგრამ ულოცავთ ყველა მებრძოლს ყველა ქართველმა გაიმარჯვა ერთის გამოკლებით ყველა ქართველმა გაიმარჯვა ძალიან დასაღანი არის და ცოტნე ძალიან ხომაგობით ეხლა კი სული ყურადღება ლევანის Ladies and gentlemen, after the previous round, we have a winner due to tap out from the North-South choke and your new IFC Lightweight Champion, Levan Makishvili. Bravo Levans, bravo. ძალიან მაგარი არის, ძალიან ძლიერი. როგორც გამოაცხადა South North Show-ი, რომელიც მართლა ძალიან იშვიათია, გინდ UFC-შიც რომ ავიღოთ. ულოცავთ. ჩვენ კი დაგიბრუნდებით სტუდიიდან და ესე ვთქვათ, საბოლოო შეფასებას ერთონ სიტყვას გეტყვით კიდევ. დაგიბრუნდებით სტუდიიდან, მეგობრებო. Δεν έχω γίνει. დავბრუნდით მეგობრებო უკვე სტუდიაში ნახავდით საიდანაც მოვდიოდით IFC 23-ზე ვიმყოფებოდით ემოციებისგან დაცილები ვარ ძალიან გახარებულები ნასიამოვნები ამ ივენტით იმიტომ რომ ბრწყინვალე სანახაობა იყო ნამდვილად რა ჯერ ეს რომ MMA ეგეთი სპორტია როდესაც მით უმეტეს ან კარდი არის კარგი და საინტერესო აი ვერ გამოდიხარ აი ემოციებისგან დაცლილი ხარ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა ეგეთი რაღაცა რომ თუნდაც აქედან როდესაც უყურებ აი UFC-საც რო უყურებ ბრძოლასაც ან რაღაცას მაგალითად რამდენჯერ ყოფილა რომ აი თოფურია რო ავიღოთ სიტყვაზე მაქსი რო დაანოკაუტა ვოლკი რო დაანოკა მეორე დღეს მესამე დღეს ეს ენერგია მოყვება დარჩენილი ხარ ხო რა მოყვება რა და პირველ რიგში ძალიან მაგარი იყო რა კი პირველ რიგში სანამ ეხა მთავარ სათქმელზე გადავალთ მინდა რომ IFC-ის ორგანიზაციას და კერძოდ ვაკო ყიფიანს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მედია აკრედიტაციებისთვის რომელიც მივიღეთ ფარიღა მოგიყვებით რა როგორანაირად იყო ბლოგში კი ნახავდით მაგრამ უფრო ჩავშლით დაგვიბარეს ჰოლიდეინში უნდა მივსულიყავი და ჩვენ აღქმაში ეხა ესე იყო წარმოდგენილი რომ ანუ ჰოლიდეინში უნდა ყოფილიყო რაღაც ოფისი შევიდოდით შეგვეკითხებოდნენ რა და როგორ და ავიღებდით მედია აკრედიტაციას თუ დავაკმაყოფილებდით მოვლენებს, მაგრამ უცებ შევდივართ. მაგრამ შევდივართ და ხვდებით, რომ ვართ აწონოებზე და პრესკონფერენციაზე და არც კი ვიცოდით რა უნდა გვექნა, იმდენად რაღაც ახალი დაწყებული გვაქვს ყველაფერი, იმდენად არ ვიცით რა მედია, ხო? ანუ მედია კი არა, არხიც ეხა შევქმნილი და ჩვენ ჭიას ვიხარებთ ჯერჯერობით და
ესე უცებ ჭიის გახარებიდან მედია პარტნიორობამდე მისვლა ძალიან რთული იყო და ყველაზე ფავორი იქ რაც იყო რომ მივედით ეს პეიჯები მოგცეს გახარებულები ვარ ჭყუაზე არ ვართ უკვე ვფიქრობთ რისი გადაღება შეიძლება იქ რისი გადაღება არ შეიძლება და იმდენად ბევრი ხალხი იყო იქ პრესკონფერენციებზე რომ ვერ ხვდებოდით სად უნდა დავჩარიყავით აი აქეთ იქით რამოდენიმე ადგილი იყო დარჩენილი ვიბოდია ვინაინაზე გველაპარაკება ვინაინაზე მორიდებულად სადაც ორი ადგილი იყო დავჭებითო და გამოვიდა matchmaker-ი და თქვენ ხოლმე დია წარმომადგენლები ხართ ისე მოდითო ბიჭებო წინ გაგვიშვეს პირველ რიგში და თო კითხვები დაუსვითო შეიძლიათ ინტერაქცია როგორც მებრძოლებთან ისევე ორგანიზატორებთან და ყველასთან თუმცა ანუ იმდენად შოკი იყო ჩვენს იმდენად გამოცდილება გვაკლდა რომ ანუ ვერ მოვახერხეთ ვერც კითხვის დასმა რეალურად არც ვიყავით მაგისთვის ჩვენ მივიდეთ ოფისში და მოხვდით ჩვენ გვეგონა რომ უბრალოდ პეიჯები უნდა წამოგვეღო და რეალურად ამ თელ ამბავში მოვყევით ესე რომ ვთქვათ პრესკონფერენცია და აწონვები იყო სასწაული თავისი დაძაბულობებით და გაწევა გამოწევებით და ყველაფერს იხილავთ ბლოგში ანახიც გიქნებათ უკვე თუ აქამდე მოხვედით ასევე production-იც აღნიშნოთ როგორ მუშაობდა კი დარბოდნენ აქეთ იგი დარგაჩერებულა 1-5-6 კაცი ანუ ჩვენ არ ვიცოდით ზოგადად შიდა სამზარეულოში რა ხდებოდა ესე ზუსტად და ანუ ძალიან ის იყო რა შოკის მომენტიც იყო და გაკვირვების მომენტიც იყო რომ ანუ ესე არსებობს საქართველოს რაღაც ორგანიზაცია რომელიც ამდენს შრომობს და ამდენს აკეთებს რომ ეს პროდუქტი თქვენამდე მოვიდეს და რა ვიცი ძალიან მაგარი გამოცდილება იყო ნამდვილად რა production-ს სასწაულად მუშაობდნენ ასევე ეხლა გადავიდეთ უშუალოდ ბრძოლის დღეზე. ნუ იქ ნახავდით ალბათ ინტერვიუებსაც, ყველაფერსაც, რაც მოვახერხეთ პატარა დროში. ბრძოლის დღეზე გვაქვს ერთი პატარა ლაფსუსი, რომელსაც აი რჩევის და აი მეგობრული რჩევის ვარიანტში ვთხოვდით ორგანიზაციას რომ გაითვალისწინოს. ნუ ბრძოლის დღეს ერთ-ერთი ლაფსუსი რაც შემიძლია მთლიან ამ ორგანიზებაზე და ამ ჯგუფზე ვთქვა რომ იყო ის რომ ბრძოლის დღეს აი ერთადერთი კარები იყო ღია სპორტის სასახლეში და როდესაც 10000 კაცი მოდის და sold out-ი არის სპორტის სასახლე, ვფიქრობ რომ ცოტა რაღაც მაგხრივ ზომები უნდა მიიღო რომ ეს ხალხი მალე გატარდეს რა. ისიც აღნიშნოთ რომ შიდა სამზარეულო არ შეიძლება რაღაც შეიძლება თვითონ ადგილმა არ მიცა, სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ არ მიცა უფლება, ვერ გავიგებთ მაგას რა. ნუ ჩვენი ბრალიც არის თავის დროზე უნდა მიხვიდე ხა 10 წუთით ადრე არ უნდა დადგერ იქ როცა ამხელა ივენტზე შედიხარ, მაგრამ ნუ არა უშავს კი. უშუალოდ მაყურებლის სვალიდან რომ შეხედო ალბათ მათაც გაუჩნდებათ კითხვა. კი, რომ რატო იყო ერთი კარი ღია კი. ერთადერთი კიდევ ესე ვთქვათ პატარა მინუსი რაც შეიძლება აღინიშნოს ის არის რომ როდესაც მივედი და გვაინტერესებდა სად იყო ჩვენი ადგილები, ვისაც ვკითხეთ სამწუხაროდ ყველა აღმოჩნდა დაცვის წევრი რაღაცნაირად არ იყვნენ ინფორმირებულები რა სად მიდის მედია და სად რეალურად ეგ ესმის ანუ დაცვაც არ უნდა იყოს ინფორმირებული რა შეიძლება დაცვის მოვალეობა ეგ საერთოდ არ არის ხო რა მაგრამ აი ჩემი აზრით ეგ იყო მანდ პატარა მინუსი რომ პერსონალის ნაკლებობა შეიძლება დავარქვათ იმიტომ რომ მე მაინც დაგვიანებას ვაბრალებ ფოტო ჩვენ დაგვიანება შეიძლება იყოს მაგრამ ივენთი რეალურად 8-ზე დაიწყო ხო, ნუ ვიღაც უნდა იდგეს, ვინც ამხელა ხალხის იმას გადაადგილებას. ხო, ელემენტარული კოორდინაციას გაუწევს რა, ანუ გაუწევს. იქნებ ვიღაცას აკეთებენ რა. კი. მაგაშიც გეთანხმები, კი, მაგრამ ერთ-ერთი ეგ იყო. ამხელა რაღაცას როცა აკეთები ხა გექნება ეგეთი ლაფსუსები რა, ეგ მისაღები ამბავია, რომ უბრალოდ შემდეგში აუცილებლად უნდა გამოსწორდეს რა. პლუსი კიდევ ერთი მართლა დიდი პლუსი რაც იყო, ის არის რომ ყველა სექტორთან, აბსოლუტურად ყველა სექტორთან იყო პატარა დახლივით გაკეთებული, სადაც შეეძლოთ ხალხს ბუდის ყიდვა, სხვადასხვა სნექების ყიდვა და რაც თავარია რიგი არ იყო არსად. ანუ უმარტივესად მიდიოდი. ეგ მართლა ძალიან კაი იყო ეგ, იმიტომ რომ ეხა რამდენ სპორტულ ღონისძიებაზე ვართ ამყოფი და თუ ყველა შესვენებაზე ყველა ერთად დაწყდება და ეგ მართლა ძალიან მაგარი იყო. ბრძოლებზე რო გადავიდეთ რა. მატჩმეიკერებს ბრავო. ბევრი შეიძლება ეგონოს რომ არ იყო მთლად კაი ბრძოლები, იმიტომ რომ ყველგან ფინიში დამთავრდა, მაგრამ რეალურად ესე არ არის, ხო? ანუ მანდ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ ძირითადად მაგ ორგანიზაციაში ყოველ შემთხვევაში ეხლა ვინც იბრძოლა ამ ქარზე, ძირითადად ყველას ახალი ატმული აქვს პროფესიონალურ ორგანიზაციაში ფეხი. კი, და არა მარტო ნახეთ 44 წლის უზბეკი მებრძოლის გამარჯვება, რომელმაც საბმიშენით მოიგო და ჩვენ ძალიან გავიკვირდა, იმიტომ რომ პრესკონფერენციაზეც რომ ნახეთ, ასაკი იმდენად გამოიყურებოდა ეს ადამიანი, რომ ანუ გაგვიკვირდა რა და 44 წლის ყოფილა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა პირველივე რაუნდში. კი, ბევრი მაინც მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი ამ სპორტში არიან ბევრი შეიძლება ნერვიულობდეს, ბევრი პირიქით ესე ჟილკით აწვება და კი და რაც თავარია ქართველების უამრავი გამარჯვება ვნახეთ, უამრავი ფინიში ვნახეთ ქართველების შესრულებით, ლაშა დინამიტი მესხის ორკვირიან ნოთისზე 2 ბრძოლა
რომელშიც ორივეში გამარჯვება მოიპოვა. და ერთი რა რასაც გული დაგვწყდა კიდევ იყო ცოტნეს წაგება რა. ცოტნეს წაგება, მაგრამ ცოტნე იმდენად პროფესიონალია და იმდენად მაღალი დონის მებრძოლია, რომ ამ წაგებას უბრალოდ საწვავად გამოიყენებს თავისი მომავალი ბრძოლებისთვის და აი ეჭვიც არ მეპარება, რომ რაღაც სასწაულებს შემოგთავაზებს და ის კამარი, რომელიც მან დღეს დათმო, აუცილებლად დაიბრუნებს და ეგ კამარიც იქნება საერთაშორისოში. დანარჩენი რავი, ზოგადი შეფასება რო გავაკეთო. საბოლოო ჯამში კარგი იყო, ერთადერთი აი ორგანიზება კი იდეალური იყო. პროდაქშენი იდეალური იყო, ბრძოლები, რავი, მე ტრანსლაციასაც სხვათა შორის გზაში აი სამოდიოდით უყურებდი, გადავახვიე და ძალიან კარგი ტრანსლაცია იყო, როგორც ხარისხი, ხმა, ყველაფერი ძალიან კარგი იყო. არა, სერიოზულად უყურებს, ხა მაგაზე ორი აზრიც არ არსებობს ეს ორგანიზაცია თავის საქმეს და რა თქმა წარმატებები ძალიან მაგარი იყო მართლა ყველაფერი და მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის. მოგვეცით საშუალება რომ გაგვეშუქებინა და გადაგვეღო ეს ყველაფერი და ესე ვთქვათ ჩვენი პატარა ჭიაც გავეხარებინა და დაგვიწყო ეს ჩვენი თემა რაც გვინდოდა YouTube. და უამრავ ახალ და უამრავ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ ამ კუთხით და სხვა კუთხებითაც და დარჩი ჩვენთან გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ და გამოიწერეთ KB-ის არხი და მომავალ ვიდეოებში. დროებით.